გამარჯობა მეგობრებო. მალე ქრისმასია. მალე ქრისმასია, მილენას უხარია. არა, ქრისმასი არა, Happy New Year. მოვედით სახლში. 4 თუ 3 არის. რა მოვიტანეთ თეონასგან, თეონამ რა მოგცა, რა გამოგვატანა და რა ვიყიდეთ მაღაზიაში. მოკლედ. ბევრი რაღაცები გულაგია და ახლა აგიხსნით. აი მილაგია ესეთი ერთი პარკი ჩამიყარა, პარკები, რომელიც პარკები. აი ესეთია და მე თეფშებს რომ უნდა გადააფარო. აი ესეთი. აი ეს წელა და აი აქ მე ხსნი. და აი ესეთი ბახილებია. ბახილები. აი და ერთი დაგივარდა კიდეც. ისეთ ტატარები რა ვერ ხედა. მომძურა. მოვიტანეთ კიდე კომში, ასეთი კომშები. გიული ბებოს ეზოდან. ხო, გაფუჭებულებიც არის, მაგრამ ამეც ახლა სავარაუდოდ ვერ მივხედავ. ხვალ მივხედავ და კომპოტს გავაკეთებ ახლა. არ მივხედავ. აი სადღაც 1-3-4 კილო არის, გავიტან ბალკონზე. 20-ში დავიწყოთ იმის. ნადრის გალაბანკება. აბა კიდე რა მიდევს? აი მე ეს რაღაცზე ჩამიდო ამ გადარეულმა ბავშვმა. ერთი ცალი კომბოსტო. ტოლმას გავიყეთ. არა, ტოლმა აფედან არა. არ ვიცი რას გავაკეთებ, არ ვიცი, მაგრამ იკუსი ხო არ გავაკეთე ერთი. ბეკუს ლილალეკუს. ლეკუს. აი ეს იყოს სანაგვეთ. ერთი ცალი კომბოსტო გამომატანა, გიული ბებოს ბევრი ქონდა და გამოგვატანა. ძალიან კარგი. ერთი კი არა და ნახევარი გოგრა, ამასაც ხვალ გავაკეთებ. გიყვარს გოგრა? ეს გოგრა ლევანიმ ჩამოიტანა რაჭიდან, ესეთი განსხვავებული ჯიშია მეგობრებო, შეხედეთ. და სხვათა შორის ძალიან ესეთი რბილია შიგნიდან და გემოც განსხვავებული აქვს, მაგრამ გემრიელი იყო ნამდვილად ძალიან. ჩავრგოთ არა, ეს სემიჩკების სხვათა შორის ცალკე იჭმეო და საკმაოდ გემრიელია. და ერთი პარკი კიდე ვაშლი გამომატანა, არ ვიცი ამდენი ვაშლი რაც მინდა, არავინ არ ჭამს. თქვენ არ ჭამთ, მეგობრებო. ხო, თქვენ არ ჭამთ თორე, მე თქვენი ჯავრი მაქვს, თქვენ არ ჭამთ. შე, მიდი, სილამაზისთვის მაინც ჩაყარე. ერთი წუთი, შენ ჩაყარე. ჩაყარე და მე მოიტანე შენ ინგლისურია თუ რაც არის ჩაყარე მიდი. ამ გოგრას შევინახავ მასივარში და ხვალ მივხედავ. ცოტა ხანში დავიწყებ მე ნაცრისფერი ნაძვის გამომაზებას. და თქვენ ცოტა ხში დადგავ. ეხლა სადღა უნდა დადგა? სადმე სადაც გალია გედგა იქ იდგა და. ყველი ყოფილა უყურე შენ მე მეგონა. თუ არა და ზალაში დავდგა. ეს ამას მოვიფიქრებ, არ ვიცი შეიძლება ბიკუსი გავაკეთო მწვანილებთან, ტომატთან და სოსისებთან ერთად, ნახოთ. რამდენი ამაჩა? რამდენიც არის ჩატიე როგორმე. ახლა წერტრეშან. ой, მე დადი კოჩა რა ხაწამდე ბევრი დროა. არ არის ერთი და დამიგერე. უი. მათ მოისავი. აქ ჩამიდო კიდე აი ესეთი გიული ბებოს გაკეთებული წიწაკა. ძალიან გემრიელი იყო, სხვათა შორის ძალიან დიდი მადლობა გიული ბებოს. ძალიან გემრიელი იყო. ბატონო დე. უი ამან გამოჟონა იყო მოვიფიქრებ, მითხარი რაც გინდა და გავაკეთებ. მე მინდა შაურმა. ახალ წელს. ვინ ხარ არ შეიძლება. არა, ვისაუბრეთ თქვია, მაგრამ არა. რა მაშინ. ვინმე ძლიერ ვერ ჩავწევ. ირადა ჩემთვის გავაკეთებ შაურმას და
რა თქმა თუ მოგინდება გაგიკეთებ რა პრობლემა სიო კინოთეატრში ხდება მაგრამ არ ვიცი შევხედოთ დედა აი აბა ახლა მილენა შემდეგ რეები გვაქვს ამას ახლა მაცივე შევინახავ ზოგჯერ საერთოდ არ არის კალათ არსებული ზოგჯერ კიდე ზოგჯერ მეორეა ზოგჯერ ცოტა მოიტანე ხა შენი გაკვეთილები დედიკო და მიდი გააგრძელე თორე ძალიან დაგვიღამ და კიდე კამილასაც უნდა დავეხმარო ირაკლიმ თავისთვის წვენი იყიდა ერთი ნაჭერი ყველი ვიყიდე მეგონა არ იყო სახში თურმე იყო ამასაც ახლა გადავდე სხვა რამეში ერთი წუთი ეგ არის მათემატიკა პირველი რაც გავაკეთე მაგრამ ვერ გავიგებთ თუ არა აგერესა ჩხილებში 3a + 2 და 35 აი მე ესე არ შემიძლია მოიცნო და ნახო როგორ წერია 3a + 2 ჩხილებში და 35 გამრავლებული 35-ზე გამრავლებული ხო აბა რა არ წერია ნიშანი ესე კი გამრავლებაა აუ თუ ზუსტად იცი რო არ წერია არ წერია ესე კი გამრავლებაა ანუ იმართება წითელი კომბოსტო ესეთი წითელი კომბოსტოს მჟავე ძალიან უпростоრე წითელი კომბოსტო კი არ არის გაწითლებულია ჭარხლი რა თქმა უნდა თვითონ კომბოსტო კი არ არის წითელი შევაბილებ. ხალი არ გამოუშვეს და ამას შევინახავ მოცერში. კიდე ვიყიდე კეჩუპი. არ ვიცი რას გავაკეთებ საჭმელს ამ დღეებში. კალბასი. 2 კილო შაქარი ვიყიდე და ეხლა ჩავყრი გარემ ყველაფერს თავის ადგილას დავდებ. დავალაგო გარემ ყველაფერი და კიდე სარეცხიც უნდა გავფინო. კამილასაც გაკვეთილები დასაკეთებ. მამაკ შესახები და ისე მეზარება რომ რა ვიცი. და რაც ვერ გამიგე არის ეს. შესაძლებელია თუ არა რომ რიცხვი გამოსახულებას ჰქონდეს ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული მნიშვნელობა. რას ქვია მნიშვნელობა? რაზეა დამოკიდებული ასოიდის გამოსახულების მნიშვნელობა? როგორ რაზეა დამოკიდებული არ ვიციდე. რას ნიშნავს რაზეა დამოკიდებული? სიტყვაზე? არ ვიციდე. კაი დავხო. მართლა არ ვიცი. არა შევიდე. მათემატიკა მოხდა. так. ეხლა გავაკეთოთ ქალთული. მიდი. ქალთული ვერაფერია. რა ვერ გაიგე. კიდე ვიყიდე ბავშვებს ჩუდო, თან აქცია იყო ორნაბიტში. კიდე ვიყიდე ჩაი, მარიამი, ესეთი მიყვარს, შავიც მიყვარს და ესეც მიყვარს, უფრო შავი მიყვარს, მაგრამ ეს ავიღე. ანუ ორა მან ვერდი 16 17 აბრუნეთო და რა ვაბრუნე? ბრუნვები. დავალებებია. აი 16 დავალებებია. 16 გაკეთებული. ეს ბრუნვები, აგერ ბრუნვები. ხო დაბრუნება.
მხოლობითში ვაბრუნო და მრავლობითში ეს გავაკეთებული. ელენეს მისწერი არ შეიძლება? მიდი მისწერე რომელიმეს ქართულში რა გვაქვს? ვაბრუნოთ რას ნიშნავსო? არ გიპასუხებს? არ მეცნია, შეიძლება მიდი აბა მისწერი. მასალებს მისწერე ხოლმე დედიკო, რა პრობლემაა? ჩაი ჩავდეთ. კიდე რა ვიყიდეთ? ვიყიდეთ საპონი, ვიყიდე ესეთ 3 ცალი. ვიყიდე ლიკანი. ვიყიდე ქათმის ფრთა, რაღაცა ბოლო დროს ძალიან შეგვიყვარდა ქათმის ფრთა. არ ვიცი რა მეთქავაკეთებ მე მათედანაც. მაცივარში ჯერ კიდევ მიდევს 1 15 წალი ტოლმა და 1 10 წალი პერაშკი გაყინული. კამი, შენ რო გიყვარს ის რა ქვია სირკასიჩკა. ესეთი ყველი. აბა რატო? ტექსტი არის თონენ, კითხვა თარგმნით, ტექსტი არის თონენ და იგივე ტექსტი გაქვს და კითხვა თარგმნით. რომელი ტექსტი? არ ეწერა. იმიტომ რომ იგივეა. როდის იყო წინაზე გაკვეთილი? ორშაბათს? გონი ორშაბათს. გვილების პასტა. პასტა კი არა, ჩოტკები ვიყიდე. რა რომელი? აქედან შენ ერთი მამიკოს ალბათ ურჩება შეიკითხე მამიკოს რომელი უნდა. მოიცაბა ვნახავ ახლა. ჩაუგდე დავალება, მე მგონი მიკროფონი მუშაობს. так, კიდე ვიყიდეთ. ესეთი კრუასანი, ბავშვებს უყვართ ძალიან. შოკოლადის კრუასანები. ვიყიდე ლიმონის ნატახტარი, სადაც ახატია ლიმონი. ლიმონის ნატახტარი. კიდე ვიყიდე ბავშვებს პელმენი, ეს პელმენი უყვართ ძალიან. ცინძირული აწერია. Exercise 1. Может, это в тетради? კიდე აგერ ესეთი საპონი მეგობრებო. ხაჯასტინა 72%. ეს იყო პროექტი. ესე იგი აქ გადახვედით. ეს მაგრამ აი ეს ტექსტი გექნებათ სავარაუდოდ ესე კითხოთ. page 29-იც არის. მოდი ეს წავიკითხოთ რამდენიმეჯერ. აი სველი სალფეტკი ვუყიდე ბავშვებს ანტიბაქტერიალური, იმიტომ რომ როგორც ალბათ ყველა მიცით უკვე მუნია ძალიან მოდებული და ბავშვებისთვის არის რეკომენდირებული რომ ხელები გაიწმინდონ სველი სალფეტკებით ძალიან ხშირად. საყვარელი ტკბილი. Home sweet home. ჩემ საყვარელი სახლი. ჩაიდე ჩანთაში და ჩემი რატო არა? Home sweet home, სახლის საყვარელი სახლი, ფაქტიურად ჩემი სახლი, ანუ შენ სახლზე ამბობ, ხო? მაიონეზი ვიყიდე პატარა. მაგ გვერდზე რაც კითხვები წერიადე და ყველა კითხვას. I say this. ირაკლიმ თავისთვის იყიდა რექსონა. დედი ცოტა ჩუმავთ. რექსონა იყიდა ირაკლიმ თავისთვის.
ასევე 2 ცალი კირიკავტომატზე ვიყიდე. ეს ძალიან კარგი ფირმა, ძალიან მიყვარს, გემრიელია ძალიან. თან ახლა აქციაში იყო და ბარემ ავიღე. კიდე ავიღე ესეთი სოსისები, ამისგან რა ვიცი, რას გავაკეთებ, ჯერ არ ვიცი, რაღაცას გავაკეთებ, კომბოსტოც არის. რა. ეწერება და ეხატება. პატარას მინი სოსისები აწერია, გემრიელია ძალიან რძიანი. ეცადე რომ სკოლაში 1-2 მაინც. სკოლაში გამატა? ხო, სკოლაში უნდა წაიღო. მე ვფიქრე სახში რომ ვარ სკოლაში. არა, სკოლაში ვიყიდე. რაღაც ახალი ფირმის ნაგეტსები ვიყიდე, Queen Chic აწერია, აგერ Queen Chic. ძალიან საყვარლად გამოიყურება. ეკრანსელებს არაფერს. ხო, დედა არ არის ხა აუცილებელი იმის რამე მისცე. არ უნდა მისცე არავის არაფერი და არც არაფერი არავის არ გამოართვა. 1 წუთი მაცადე. I say this every time I come home from school. I say this every time I come home from school. სკოლაში come home სახში რომ მოვდივარ სკოლიდან. Klientinaleba მაგათქვა. არა, კიდე არის წინ რაც წერია, ძალიან იოლია და რაღაცები შენ თვითონაც გადათარგმნე ახლა. მოდი უბრალოდ ცოტახანი და ისაქენი რა გულში წაიკითხე. გადავთარგმნოთ, მე ეხლავე დავამთავრებ, კაი? არაჟანი ესეთი 12%-იანი. გავაკეთე თუ კიდე რამე გაქვს გასაკეთებელი. აბა რა იცი რა გაქვს კიდე? ორი ცალი სანტე ვიყიდე. ეხავე დედიკო, მალე დავამთავრებ. შენ ხო ტვიქსი მითხარი, ტვიქსი მიყვარსო? ვერ მახსოვრი, ტვიქსი გიყვარსო კიტკატი. ორი ცალი ტვიქსი ვიყიდე. ერთი კიდე ცველი სოფეთკი ეს კამილას. სანტე ჩანთაში ჩასაგებად. და გრეჩკა ვიყიდი, აღარ მქონდა გრეჩკა, ეს უველკა მიყვარს ეს ფირმა ძალიან, ამის ვიყიდე. ძალიან რაღაცნაირი სხვანაირი გემოაქვს ხოლმე და ისეთი უფრო თითქოს ოდნავ შებრაწულია ხოლმე ვიდრე სხვა დანარჩენი. ხო, სულ ამას ყიდულობ, იმიტომ რომ ეს უფრო მიყვარს. ნატურალურია? თითქოს რა ვიცი, უფრო შებრაწულია ვიდრე სხვა დანარჩენი. так, კიდე რა. გრეჩკა საიდან იღება? და კიდე აი ეს მაკარონი მიყვარს ძალიან. ესეც აი ესეთი რაღაცა ბრტყელი მაკარონია. იზრდება და ბრტყელი მაკარონია და ესეთი რაღაცა ზემოდან ან ფარშით ან რაღაცით ესეთი გნიოს და მრგვალი ფორმის ძალიან საყვარლად გამოიყურება ხოლმე რაღაცა ტომატით ან რაღაცა რა ვიცი ბალანიეზე რაღაცა მაგდაგვარი შეიძლება და ძალიან გემრიელი გამოდის. აი ესეთი აი ყველაფერი არის რაც ვიყიდეთ, ანუ ლიბრეში ვიყიდეთ 70 ლარი მივეცით, ორნაბიტში ვიყიდეთ სადღაც 60, სადღაც 130 ლარის ფარგლებში გამოგვივიდა ეს ყველაფერი. ხევანდელი დედიკო. 5 ოქტომბერი. ასეთი ამბები, ესეც შევინახოთ, ესეც შეინახე, ხა? ზეხვარ გემრიელობას გამიმზადე? რა გემრიელობა გინდება? პელმენი. როგორი გემრიელობა? გაგვიშურე ხაბარასიზა. ესეც დაიცა. ესეც ნემნელა შეინახე. ესეც ეჭუპი. კიდე ყოჩა გადაგა. ყოჩა გვარი. არ გავიწყებულა. ყოჩა ღივან, აქ რა არის? აკრედებს. I don't know. აიმე, 4 დღეს ერთი კვირის წინ კარტოფილი ჩავდე. ნახოთ მე როგორ იქნება იქ გადავაგდოს. ნაფოთი ჩამოხონა. ორი თალი იყიდე. რა? საფეთქი. ხო, ხალო რამდენჯერ უნდა შევეკითხო? ერთი დავინახე. ერთი შენ ერთი კამილას. ერთი შენ ერთი კამილას. წადი ერთი მამიკოს დავუდოთ ესენი და ერთი კიდე შენ ერთი კამილას ისარქენით. და შენ? გამოცვალე. მე ჯერ მაქვს. მამიკოსი ხო იცი ზემოთ ჭიქაში დევს. ჩემი რომელია?
შენი არის რომელია? ძალიან დავიღალე რაღაც დღეს, არ ვიცი რა დავიღალე, მაგრამ დავიღალე. ვიცი დავიღალე კაცმარიც. კამილა მე რეცეკვაზეც ყავდა წავიყვანეთ, მოვიყვანეთ რაღაც მასა დავიღალე. დედიშო. всё, დაალაგე თავის ადგილას. მოგწერა ელენემ რამე? წადება ნახე. ასეთი ამბები ჩემო ძვირფასებო. ახლა ეს კომპოსტო მეცოდება რა უნდა გავაკეთო, რამეს გავაკეთებ, მაგრამ რა გავაკეთო არ ვიცი. ხვალე ბარემ ჩემი გაკეთებული მწვანე პომიდურის მწნილსაც ვნახავ, აბა რა კონსისტენციაში ერთი გაკეთებულია უკვე წესით უკვე მზად უნდა იყოს. რა ვიცი დავდიოდი მაღაზიაში დავდიოდი. მეტი ვერაფერი ვერ ვნახე რის ყიდვა შეიძლებოდა, რის კეთება შეიძლებოდა. რათა ვერაფერი ვერ გავიაზრე თავში. რა კერძის გაკეთება მინდოდა რომ რაღაცა კიდე მეყიდა, მაგრამ რა ვიცი აი ეს ვიყიდე რაც ვიყიდე ჯერჯერობით. ქვილი მაქვს, კვერცხი კიდე ცოტა მაქვს, არ ავუშავს, ასე რომ მეტი თითქოს და არც არაფერი აღარ მინდოდა, მაგრამ თან მინდოდა, თან არ მინდოდა, ну მოკლედ, აი ეგრე. ესეთი ამბები მეგობრებო. ეხლა უნდა დავიჯდე მილენასთან ერთად, კამილასთან ერთად გაკვეთილები გავაკეთო, სარეცხი დავფინო. მოკლედ და კონკრეტულად. მოდით ამით დღეს შემოვიფარგლები, უკვე ისედაც გვიანია, ბევრი ლაიქები და კომენტარები ძალიან მიყვარხართ. ვიყურეთ და გამოვიწერეთ ჩვენი არხი და აბა თქვენიცით ხვალ აუცილებლად შევხვდებით დროებით. გემშვიდობებით, აუცილებლად გამოვიწერეთ ჩვენი არხი. კარგი.